ქართული სოფელი. ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია, ჩვენი კულტურის ფესვები, ჩვენი სურსათის წყარო. თუმცა წლების განმავლობაში მრავალი სოფელი დაცარიელდა, სამუშაო ძალა დაბერდა, ხოლო ახალგაზრდები უკეთესი ცხოვრების საძიებლად ქალაქებისკენ ან საზღვარგარეთისკენ გაეშვებიან. ამან სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა, მაგრამ დღეს სოფელს ახალი იმედი უჩნდება. საბედნიეროდ არიან ახალგაზრდები, რომლებიც უბრუნდებიან ფესვებს, რათა განავითარონ ქართული სოფლის მეურნეობა და ახალი სიცოცხლე შთაბერონ მათ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა სამუშაო ძალის დაბერება. ახალგაზრდა თაობას ხშირად არ სურდა სოფლად დარჩენა, რადგან იქ ნაკლებად ხედავდა განვითარების პერსპექტივას, თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა, მძიმე შრომა, ბაზარზე წვდომის სირთულეები და დაბალი შემოსავლები. ამან გამოიწვია მიწების დაუმუშავებლობა, ტრადიციული ცოდნის დაკარგვა და სოფლის ეკონომიკური სტაგნაცია. თუმცა ბოლო წლებში ვხედავთ ტენდენციას, სოფლად ბრუნდებიან ახალგაზრდები. ხშირად ისინი განათლებულები არიან, ზოგიერთ ქალაქში ან საზღვარგარეთ აქვს გამოცდილება მიღებული და რაც მთავარია, მათ ჩამოაქვთ ახალი ხედვა, ენერგია და ინოვაციური მიდგომები. მათ სურთ არა მხოლოდ ფულის შოვნა, არამედ წვლილი შეტანა საკუთარი სოფლისა და ქვეყნის განვითარებაში. ინფორმაციასთან მარტივად წვდომის შესაძლებლობისა და უნარების გამო, ახალგაზრდები თანამედროვე ცოდნითა და ტექნოლოგიური უნარებით მეტად არიან აღჭურვილნი. ისინი ნერგავენ ტექნოლოგიებს, იყენებენ დრონებს ბაღების შესაფასებლად, ჭკვიანური მორწყვი სისტემებს წყლის რაციონალური გამოყენებისთვის და ციფრულ პლატფორმებს მარკეტინგისა და გაყიდვებისთვის. მაგალითად იქნება ეს ჯემები, ჩირი, ყველი თუ შეფუთული ჩაი. ისინი ავითარებენ ნიშა ბაზრებს, ორიენტირებულნი არიან უნიკალურ, ორგანულ ან მაღალმოთხოვნად პროდუქტებზე, რომლებიც კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. აგრეთვე არიან მეწარმეები, ქმნიან აგროტურისტულ მეურნეობებს, პირდაპირ უკავშირდებიან მომხმარებლებს, რითაც მთლიანად ცვლიან პროდუქციის მიწოდების ჯაჭვს. მოაქვთ ახალი ენერგია და ოპტიმიზმი. მათი ენთუზიაზმი გადამდებია, რაც სოფელში ახალ სიცოცხლეს ბადებს. ახალგაზრდების ჩართულობა სოფლის მეურნეობაში არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდის გარანტი. ის სოფლის სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის ფუნდამენტური ნაწილია. ახალი ბიზნესები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ზრდიან ოჯახების შემოსავლებს და აძლიერებენ ადგილობრივ ეკონომიკას. სოფლად პერსპექტივის გაჩენა ახალგაზრდებს უბიძგებს, რომ დარჩნენ ან დაბრუნდნენ მშობლიურ სოფლებში, რითაც სოფლის მოსახლეობა გაიზრდება. ახალგაზრდები ითვისებენ წინაპრების ცოდნას, მაგრამ ამავდროულად ამდიდრებენ მას თანამედროვე მიდგომებით, რითაც ინახავენ კულტურულ მემკვიდრეობას და ანვითარებენ მას. მათი აქტიურობა აძლიერებს ადგილობრივ მოსახლეობას, ზრდის სოციალურ კაპიტალს და ქმნის ოპტიმისტურ მომავალს. კომპანია კალო სრულად აცნობიერებს ახალგაზრდების გადამწყვეტ როლს ქართული სოფლის მეურნეობის მომავალში. ჩვენი მისიაა ხელი შეუწყოთ მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ვაცვლით მათ თანამედროვე ცოდნას ბიზნესის მართვის, აგრონომიის, ციფრული მარკეტინგისა და ხარისხის სტანდარტების შესახებ. ჩვენ ვეხმარებით მათ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობაში, სესხების მოძიებასა და ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ვეხმარებით მათ სხვა ახალგაზრდა ფერმერებთან, ექსპერტებთან და ბაზრებთან დაკავშირებაში და ასევე უზრუნველყოფთ გამოცდილი ექსპერტების მენტორობას, რათა ახალგაზრდებმა თავდაჯერებულად გადალახონ გამოწვევები. ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე ერთად.